წარმოვიდგინეთ, რომ თავთ ტელევიზორს და ხედავთ, რომ გადის ფილმი, სადაც რამდენიმე ზორბა ნიღბიანი ადამიანი სცემს ერთ ახალგაზრდა ხელებშეკრულ ადამიანებს. თანამედროვე აფურთხებენ, გაუპატიურებით ემუქრებიან, სახეში ურტყამენ. ხო არაფერი იცით ამ ფილმის შესახებ, მაგრამ ალბათ იმ მომენტშივე თქვენთვის გასაგები გახდება, ვინ არის ამ ფილმში ბოროტი პერსონაჟი და ვინ კეთილი. ხო წარმოუდგენელი ისეთ სცენას, სადაც ეს ნიღბიანი ზორბა ტიპები ფილმის ბოლოს კეთილი პერსონაჟები აღმოჩნდნენ. ხო და ქართული ოცნების მხარდაჭერებს მინდა გკითხოთ. აი როგორ აღმოჩნდა, რომ აი ამ ბრძოლაში თქვენ ამ მოძალადეების მხარეს აღმოჩნდით. თქვენ ხომ ესეთები არ ხართ. ეს ხო თქვენთვისაც მიუღებელია. კი თქვენ მეტყვით, რომ აქეთ მხარესაც მდგარი პოლიტიკოსების ნიშნულოვან ნაწილს არანაკლები ბოროტება უკეთებია, თუ მეტი არა. და მაშინ მე გითხავ თქვენ, როგორ მოვახერხებთ ჩვენ ქართველმა ხალხმა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ვერ მოუძებნეთ ადამიანები, რომლებიც მსგავს რამეს არ აკეთებდნენ, არ აკეთებენ ახლა, ან არ გააკეთებენ მომავალში.